ადამიანები რომლებიც აკითხავს ციხეში იმას ვისაც გაქვს სურვილი და შესაძლებლობა ჯობია რომ წამობრძანდეთ, მიხვიდეთ, თქვენით მოусმინოთ, გაიგოთ ის ყველაფერი, რასაც ბატონი ბიძინა იტყვის, იმიტომ რომ მას თითოეულ სიტყვას ადევს ბეჭედი, იმიტომ რომ ის არის ის კაცი, რომელიც არასდროს მიცემულ შეპირებებს არ ივიწყებს და არასდროს ტყუილა არაფერს არ ლაპარაკობს და ამიტომ მინდა გითხრათ რომ ახლა მხარდაჭერა კიდევ მინდა ვთქვა რომ არ არის საკმარისი მარტო რომ თქვენი ერთი ადამიანი მხარს დაუჭერთ. არ იფიქროთ რომ ერთი კაცი ვარ, კაი, რაც ნიშნავს, ან არჩევნებზე არ წახვიდე, ან პახმელიაზე იყო, თავი ტკიოდეს, ან რაღაცა ხომი ქონდეს გასაკეთებელი ქალბატონებს, აუცილებელია რომ მიხვიდეთ, იმიტომ რომ შენც ერთი კაცი ხარ, თქვენც ერთი კაცი ხართ, მეც და ბიძინა ივანიშვილიც ერთი კაცია. ეს არის ის ერთი კაცი, რომელმაც საქართველოში იმედი გააჩინა და ამ იმედს და მოცნებების ასრულებას თქვენი ხელით, ჩვენი ხელით ერთობლივად შევძლებთ. ევარდა ვიღებთ რას მაინც დაგზავნოთ მითხარი რამ დაგზავნოთ იმან რომ ახლა იახარა აუკემინეს იმან დაგზავნოთ ყველანი იმან რომ სახელმწიფოს ღოვა დაიწყებენ დაგზავნოთ აპოტელის სისტემის ღოვა დაიწყებენ დაგზავნოთ ყველანი და დაძაბულობ აბა რა ვიცი ხო 200 კაცთან მოდი და 200 კაცთან უზრდელი კვეძა რას ლაპარაკო უზრდელი ხარ შენ რითმაში უზრდელი ხარ შენ თქვენი უზრდელობა რა ნახე შენ აი ახლა იმას რომ ამდენ ხალხთან მოდიხარ ორი ადამიანი ახლა უზრდელი ხარ შენ იძახი რომ უზრდელი ხარ რა უფლებით უზრდელი ხარ რო არ განახორციელებს მითხარ აი ამიხსენე გეკითხარ რატო არის უზრდელი რაში გაინტერესებს? რაში გაინტერესებს? რეპლიკების რომელი რეპლიკა რომელი არ მოგეწონა პროვოცირებაზე ბატონო ვერ გავიგე გადი ახლა რო გეუბნები მას დუუწე ბიჭო რას ყვირი ხარ? პროვოცირებაზე რატო გადაღებაზე მოვედი რატო ყვირი ხარ? რატო ყვირი ხარ? რა უყურე ყვირი ხარ? რა უკები და უზრდელი უზრდელი ხარ შენ? რატო ჩვენი უზრდელობა რა ნახე შენ ხარ უზრდელი შენ ხარ უზრდელი შენ არ უზრდელობ მოვედით გადასაღები პროვოცირებაზე ხო? არჩევნები დღე გაატარო ხადა იღე ყველაფერი აი მაგალითად გასკვენია რაზე მოდი რა ის უნდა მწყვეტი რაზე მოდი რაზე გა ის უნდა მწყვეტი ჩვენ განდა ხალხი მოგულებო ვიდი გადასაღები გაუში ბიჭა ხელი გარა თვალებსა ვირი არა კმადანტა დადინა ხელი ახლა გაწელი თვალებს ამა გაუში რა ბოზარი შენში მოგოგონა ჟურნალისტები რა მოგოგონა რა მესრეთ ბა ჟურნალისტები ბლაღა შემაფი სარდახე ჩემი უზრდელობა ოდეს ოზები ვიღაცა მოვიდა და მგონი არც ვიცი არ გაწყვი არც არ ვიცი და რასაკეთებდნენ? რასაკეთებდნენ და შეტევაზე გადმოვიდნენ და რაზე გადმოვიდნენ არ ვიცი მაგრამ ხალხო ნუ თუ გონს არა ვართ მოსული კიდო გვესევიან გარდა გვაშინებენ რომ ძალაზე რა ვიცი ჩვენი მხარე გვაქვს იმათი მხარე და შიში რაშუაში აქვს მე რაფრის არ მეშინია ვიზაც მინდა იმასთან გავდივარ და იმას მივშენ ხმას და სიტყვას ნუ თუ ესენი ვერ ხედავენ ამ დღევანდელ დღეს და რა ხდება საქართველოს იმას გონს მოდით ხალხო ძალიან თხოვთ სულ ყველას ქართველი ერო მოდით გონს რა კომენტარი უნდა გააკეთო უკვე ხელისუფლება აგონიაშია და მთავრის მსტოლებს უშვებს იმისათვის რომ საშამო შეხვედრები სრულიად იქცეოდნენ არაადეკვატურად უცენზურად აყენებდნენ შეურაცხყოფას
ჩვენ აქტივისტებს და მოსახლეობას აქედან გამომდინარე ეს არის მათი უსუსური მცდელობა გამოიყვანონ წყობილებიდან ადამიანები და რამე ფორმით მიაყენონ მათ ზიანი. ეს არის ამ ხელისუფლების ნაცადი ხერხი და მე მადლობელი ვარ იმ მოსახლეობის, რომ ჩვენ შევძელი და მოსახლეობა დავაშოშმინეთ, თორემ მან შეიძლებოდა სიტუაცია ბევრად უფრო გამწვავებულიყო.